დღეს შევეცდები ჩემი მოკლე ბიოგრაფია გაგაცნოთ და ამ ვიდეოთი მოკლედ შევეცდები ჩემი თავი გავაცნო იმ ადამიანებს, ვინც ჩემ ვიდეოებს ნახულობს, ჩემი მეგობრების გარდა. მე ვარ ლაშა კურტანიძე, დავიბადე 1985 წლის 31 ივლისს ქალაქ თბილისში და ბავშვობიდან მეძახიან კურტანას. ვიზრდებოდი საბურთალოზე, გამოვიცვალე 3 სკოლა, 3 ტვინი შერყევა მაქვს ამ სკოლაში, 3 სკოლაში თითოჯერ მოვახერხეთ ტვინი შერყევა მიმეყო და 2006 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ვარ სისხლისამართლის სპეციალისტი და მაგისტრის ხარისხი მაქვს სისხლის სამართალში. ჩემი პროფესიით შინაგან საქმეთა სამინისტროში მომიწია ბევრი წლების განმავლობაში მუშაობამ სხვადასხვა დეპარტამენტებში და სხვადასხვა განყოფილებებში. ძირითადად ჩემი საქმიანობის სფერო იყო ოპერატიული სამსახური. ოპერ მუშაკი ვიყავი, ესე რომ ვთქვათ, უფრო გასაგებად. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მე მალევე დავიწყე სტრუქტურებში მუშაობა. და აღმოჩნდა ისე, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას შევასწარი ფეხზე, ოღონდ ეხლა მინდა რომ ეს სწორად გაიგოს ყველამ, რასაც ვიძახი. მე რომ პოლიციელი არ ყოფილიყავი, მეც დამიჭერდნენ, ეხლა მგონია და დიდი შანსია. და რატო ვიძახი ამას, ეხლა გეტყვით. ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო ჩემი ძმაკაცების დაჭერა და ჩემი მეგობრების და ჩემი თაობის იმ წარმომადგენლების დაჭერა, რომლებიც იმ დონეზე იყვნენ ძველი ბიჭები, რა დონეზეც მე ვიყავი ძველი ბიჭი, რომ პოლიციაში რომ მუშაობდი იმ დროს. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ბიჭები, ჩვეულებრივი თბილისელი თავმოყვარე ადამიანები, რა ვიცი, ამათი რამე იქ არც ქურდობანდომებია, ამ ჩემი ძმაკაცებზე მაქვს კონკრეტულად საუბარი, ხო? იმათ უმრავლესობას და არც რაღაცა კრიმინალური ცხოვრება არ აურჩევიათ. უბრალოდ ესე ვანო დედამოწყნულის საზომით რომ გაზომეს და რაღაცა საშუალო სტანდარტი გამოიყვანეს, როგორი უნდა შეექმნათ ძველი ბიჭის სახე და იმიჯი, იმ სტანდარტით მიყვნენ და ვინც ჩაჯდა ამ სტანდარტში გავსეს ციხეები ამ ბიჭებით, ამ დედამოწყნულებმა ამათმა, როგორ არ თქვა პროსტა. ჩვენი თაობა, მე 85 წლიანი ვარ, თქვი წერა, ჩვენი თაობა ყველა ქუჩაში და ყველა ბირჟაზე ვიზრდებოდით და ცოტა სპეციფიური თაობა ვართ რაღაცნაირი, ხო? 3 ომი გამოვიარეთ, უშუქობა, შევარდნაძე, ზვიადი და ყველაფერი უბედურება ამ ქალაქში დატყვიავდა იმ დროს, როცა ჩვენ ბავშვები ვიყავით და სხვა არაფერი გასართობი ჩვენ არ ქონდა და სხვა არაფერი არ ხდებოდა, ერთი თუ გამოხვიდოდი და ბირჟაზე დადგებოდი უბანში ბიჭებთან და ან ფეხბურთი თამაშებდი, ან კალათბურთს და რა ვიცი, ან სიგარეტს მოწევდი და შეიძლება პლანით სადღაც გაგებოლებინა. ეგ იყო თელი იმ კონკრეტულად ჩემ გარემოცვაზე ვიტყოდი რა, ჩემი გარემოცვის და ჩემი ძმაკაცების, რა ვიცი, ძველი ბიჭობა და ყველაფერი. ან თუ იმას თulis ვანო დედამოწყნული ძველი ბიჭობათ, რომ კაცი რომ კაც შეურაცხყოფას მიაყენებს და პასუხის რომ ნორმალური კაცი რომ პასუხს მოთხოვს და იმოქმედებს, ეგ თუ ძველი ბიჭობაა, მაშინ დღესაც ძველი ბიჭი ვყოფილვარ მე, მიუხედავად იმისა, რომ დადარიგის ოფიცერი ვარ, პოლიციის კაპიტანი, მაგრამ მაგ დედამოწყნულების, როგორ თქვა, საზომით რომ გამზომონ, მეც შეუძლიათ რომ დამიძახონ ძველი ბიჭი და ესე მიადგნენ და იჭირეს და ხოცეს და რავი, აწამეს ხალხი ამ დედამოწყნულებმა და რებს აკეთებდნენ. სწორედ მანდ იყო რომ აუტანელი გახდა ჩემთვის ეს ყველაფერი და
აი რაზეც გული მერეოდა და რასაც ვთვლიდი რომ ყლეობას აკეთებდნენ და სერიოზულ ყლეობებს რო აკეთებდნენ ავდექი და აი ამ ფაქტების მოძიება და შეგროვება დავიწყე და აი მან იყო მერე რომ დამიჭირეს მომიპარეს და რა ვიცი ერთადერთხელ ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიგზენი თავი დაჩაგულას და ეგ იყო მაშინ როცა აი ამ დედამოწყმულებმა რომ მომიპარეს ყვარიათიდან და რომ მკლავდნენ და რომ არაფრის გაკეთება რო არ შემეძლო და ყველანაირ შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ და აქ ვიღაცების იმაზე აქვს პრეტენზია რომ თურმე რაღაცა მანქანაშიო ვიღაცას 5 წუთი ურტყესო და 3 დღე და ღამე ტყე მათრიეს და ვერ ხან პადუარში ვიყავი ხან იამაში ვიყავი და ხან მაგათ დედის ტყუნაში ვიყავი მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ღვთისწყალობით ისე მოხდა რომ ბოლო აი ყლე მომჭამა მერაბიშვილმა რა რო ეგონა რომ შემაშინა და გამტეხა და მომტეხა და დამჩაგრა აი მაშინ მოვტყან ვაგის დედა მე ამ ვიდეოების გადაღებაც აი დღეს რა ვიდეოებსაც ვიღებ და რასაც ვაპარაკობ ხოლმე გადამაწყვეტინა იმ ფაქტმა რომ ხედავ რომ დღესაც ისევ იმ რეჟიმის შემოქმედები და იმ რეჟიმის წევრები ცდილობენ რომ ისევ ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში და აი ამ ბავშვებს და ვიღაცებს რომ ატყუებენ რომ ვითომ რაღაცა დემოკრატები არიან ეგენი და ვითომ ბიძინას რეჟიმი აქვს და რაღაცა ყლეობებს რომ ლაპარაკობენ მაგრამ მაგათ რეჟიმზე და მაგათ დედამოწყმულობებზე მარტო ხაინდრავას კი არ უნდა გადაეყო ფილმი. აი ჩვენ ვისაც ეგ რეჟიმი შეგვეხოდა, ვინც გვეჭველი ვიცით, რაც იყო ეგ რეჟიმი და ვისაც გამოვლილი გვაქვს, ყველამ უნდა ესე ვიდეო გადაიყოს და ყველამ უნდა ილაპარაკოს და უნდა საჯარო გახდეს და აი ამ ჩვენი შვილების თაობამ უნდა ნახონ და იცოდნენ. უნდა რომ ვინ არის ის ხალხი, ვინც დღეს ამ ჩვენ შვილებს ატყუებს და თავს აჩვენებს, რომ ვითომ ძალიან დემოკრატები არიან და რაღაცა წესიერი ხალხი, ისე მაგათ მოუტყან დედის ტრაპი. სადაც ნაციონალური მოძრაობა, აი როგორც პარტია იქნება, მე მაგათთან მიმართებაში ვერასდროს ობიექტური ვერ ვიქნები და ყოველთვის აი ჩემი აი ეს დამოკიდებულება მექნება რა ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის დედა მოვტყან ეხლაც წარსულშიც და მომავალშიც თუ იქნებიან კიდე მაშინაც ამ ნაცების ხელისუფლების სათავეში მოექცნენ კომპლექსიანი ახალგაზრდა ტიპები რა რომლებსაც არ ვიცი აი ამ ბავშვობაში და იმ პერიოდში, რასაც ქუჩა ქვია და რომ ვიძახი, რომ მთელი ჩვენი თაობა ქუჩაში გავიზარდეთ თქო. არ ვიცი მე ამ ქუჩაში ამ ახალაიებს, ამ მერაბიშვილებს და ამ ბოკერიებს და ვიღაც დედამოწყმულებს რა აწყენინეს ეგეთი, ან სად მოუტყნეს ეგრე დედა, აი რომელიმეს, რომ ეგეთი გამწარებულები მოვიდნენ ხელისუფლებაში და რომ აი ეგრე რომ მიყვნენ და კიდევ ერთხელ ვიძახი, არანაირი ძველი ბიჭები და არანაირი ქურდები ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭები დაერივნენ და აი წერან როგორც თქვი რა ესე იგი ვანო მერაბიშვილის და ახალაიას საზომით რო გაზომეს და რაღაცა დასვეს საშუალო ძველი ბიჭი რანაირი უნდა ყოფილიყო აი იმ სტანდარტს მე ვინც აკმაყოფილებდა ყველა გაუშვეს ციხეში და ეგ აღმოჩნდა მთელი საქართველო და მთელი თბილისი დანარჩენს ჩემს შესახებ შემიძლია იმის თქვა რომ ყავს ორი შვილი ბიჭები მაგარი ბიჭები მაგათვე ნაცვალე ორივე ჩემპიონი და ყავდა ორი მეუღლე და ეხა არცერთთან არ ცხოვრობ გაშორებული ვარ ორივესთან ხასიათები მაქვს ცოტა უტანელი ალბათ ან რა მნიშვნელობა და ვცხოვრობთ მე და მამაჩემი ამ სტრუქტურაში მუშაობის შემდეგ კიდევ მუშაობა მომიწია გუდვილში
სუპერმარკეტი როა თუ ჰიპერმარკეტი ქვია ამ გუდულში საწყობშიც მომიწია მუშაობა და სამზარეულოშიც და რაღაცებს წვავდი ვამოღამებდი ვაზავებდი რაღაცებს მაგრამ აქაც როგორ თქვა თვითონ კოლექტივს ჯიგრები და პატივისცემის მეტი არაფერი დირექტორსაც და მენეჯერსაც მაგრამ სულ თავი ვინც არის და ვინც წვიტავს რომ აი ვის რამდენი ხელფასი უნდა გადაუხადოს იმის დედა მოვტყან მე რომ აი მაგ ხელფასებზე მან მაგ ხალხს მაგ ბავშვებს მაგ დღეში ამუშავებენ რა დღეშიც ამუშავებენ და აი მაგას უნდა ატრაკებდეს ოპოზიცია რომ ხელფასები მოუმატონ იმ ბავშვებს ვინც ქუჩაში ყავთ დღეს დაყენებული და მაგას უნდა სთხოვდნენ ბიზნესაც და სახელმწიფოსაც აიძულონ რომ მიიღონ ისეთი რეგულაციები რომ ნორმალური ხელფასები გასცენ ბიზნესის წარმომადგენლება და მათხოვრულ ხელფასებზე არ ამუშაონ ბავშვები აი ესე შევეცადეთ დღეს მოკლედ ამეხსნა ჩემი პიროვნება და ავტობიოგრაფიაც და ვინ ვარ ზოგადად და რატომ ვლაპარაკობ ამ რაღაცებს რასაც ვლაპარაკობ